პრორუსი ორბანი უნგრეთში დამარცხდა, მისი 16 წლიანი მმართველობა დასრულებულია, უნგრელი ხალხი გამარჯვებას ზეიმობს. პიტერ მადიარის პროევროპულმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და არჩევნებში 53% მიიღო. მადიარის პარტიამ 93 უბანზე მოიგო, ორბანის ფიდესმა კი მხოლოდ 13-ზე. ხმების მხოლოდ მეოთხედი იყო დათვლილი, როცა ორბანმა დამარცხება საჯაროდ აღიარა და ოპონენტს გამარჯვება მიულოცა. სახალხო ზეიმი უნგრეთის ქუჩებში მთელი ღამე გაგრძელდა. უნგრეთმა ევროპა აირჩია, ევროპელი ლიდერები პიტერ მადიარს გამარჯვებას ულოცავენ. ქვეყანა იბრუნებს თავის ევროპულ გზას დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ეს ისტორიული მომენტი არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა. დიდებული გამარჯვება რუსებო წადით სახლში, თქვა ტუსკმა. ზელენსკის განცხადებით კი მზად არის უნგრეთთან თანამშრომლობა განავითაროს. ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ვულოცავ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას, წერს კობახიძე, რომელიც ორბანს მხარს ღიად უჭერდა. განცხადებაში ის მადლობას უხდის ორბანსაც. მადიარს გამარჯვება მიულოცა სლოვაკეთის პრემიერმა ფიცომაც. პირველი ვიზიტი პოლონეთში შედგება, მეორე ვენაში, მესამე კი ბრიუსელში იქნება, რათა ქვეყანაში ევროკავშირის ფონდები დავაბრუნოთ, ასეთია პიტერ მადიარის სამოქმედო გეგმა.